19 მარტია 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშრობისა. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის გაერთიანებას არ ცდილობს. სარასოდეს არ ყოფილა შენი მიზანი გაერთიანება. ნაციონალური მოძრაობისთვის გაუგებარია ზურაბიშვილის განცხადებები. არავითარი თავდაცვა საჭიროა თავდასხმა, აცხადებს ხაბეიშვილი. შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციაზე. რა პოლიტიკას თამაშობს გახარიას გუნდი? საპარლამენტო მანდატებს არ თმობენ, თუმცა ამ ქვეყანაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი წამჯერების ჩვენს პოლიტიკის დღისწესრიგს ვერ შეგვიძლია. პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში დღეს ნაციონალური მოძრაობიდან პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი, გახარიას საქართველოსთან ტატა ხვედელიანი, ქართული ოცნებიდან გიორგი ჩაკვეტარე, საზოგადოებრივი პოზიციით ჟურნალისტი თათია პაჭკორია, ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. მაშ ასე ვიწყებთ საუბარს ეკა წამალაშვილთან ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრთა საღამოშრობისა. მადლობას გიხდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ყოფილმა თავმჯდომარემ თქვენი პარტიის ლევან ხაბეიშვილმა 2 დღეა აკრიტიკებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, თქვა რომ რაღაც დროს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის, დაასრულა მან ამოწურა ვადა და სალომე ზურაბიშვილის გაკეთებული განცხადება რომ ის არ ცდილობს პოლიტიკური პარტიების ერთიანობას, ამაზე მწვავედ გააკრიტიკა ხაბეიშვილმა. რამდენად იზიარებთ პარტიაში აი ამ პათოს ხაბეიშვილის? მე მგონი გაკრიტიკება, ყოველს გაკრიტიკება შეიძლება, როცა კრიტიკის საფუძველი არსებობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში აკნინებენ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ როლს, მათ შორის მეც, მას ნამდვილად არსებულ მძიმე ვითარებაში აკისრია მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოქმედი სახელისუფლებო, ასე ვთქვათ, რგოლები, მოკლებულები არიან აღიარებას, ხო, ჩვენი და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან და არიან არალეგიტიმურები, ასე არის. საერთაშორისო ფორუმებზე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე იწვევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები სალომე ზურაბიშვილს, მას უწოდებენ ახლაც მეხუთე პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილი ელაპარაკებიან როგორც საქართველოს სახეს და ქართული ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენელს, შესაბამისად სალომე ზურაბიშვილს აკისრია ერთგვარი მნიშვნელოვანი როლი ინფორმაციის გამტარის დღევანდელ საქართველოსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის. არა ერთადერთია ესე რა თქმა უნდა, მაგრამ თავისი სტატუსიდან გამომდინარე და ამ როლიდან გამომდინარე მისი ფუნქცია არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაცნაირად მოახდინოს ამ საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოს ძალიან მწვავე პრობლემების აქტუალიზაცია. ეს არის საგარეო მიმართულებით, ხო, მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია. გარდა ამისა, მან თავზე აიღო საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფუნქცია, თქვარი. ამ ფუნქციას რამდენად ადეკვატურად მართავს, აი, როდესაც ხაბეიშვილი საუბრობს, რომ ის უნდა ცდილობდეს რაღაცა ფორმით ოპოზიციის ერთიანობას, ეს ამაში მონაწილეობას არ იღებს თუ არ სურს. ყოველ შემთხვევაში ასეთი მე არ ვესწრები ხოლმე ამ შეხვედრებს და ამიტომ ესეთი ნათელი წარმოდგენა იქ როგორ მიყავს მოლაპარაკებები ამ პარტიებს შორის არ მაქვს, თუმცა როგორც გარედან დამკვირვებლები შეგვიძლია შევაფასოთ, ხო, გავიდა 5 თვე უკვე აი ამ არჩევნების მიტაცებიდან არის უკვე გვიახლოვდება აპრილი. ხო, შეგვიძლია შევაჯამოთ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ზუსტად აღარ მახსოვს როდის, მაგრამ ამ არჩევნების მიტაცების შემდეგ თავისი 5 პუნქტიანი თუ აღარ მახსოვს ზუსტად გეგმით როგორ უნდა მივიდეს ქართული საზოგადოება და მათ შორის ოპოზიცია ახალ არჩევნებამდე და შეგვიძლია გადავავლოთ თვალი ამ 5 თვის მანძილზე რა გაკეთა ან ის როლი მაკონსოლიდირებელის როლი რომელიც ამ შეხვედრებზე აქვს ქალბატონ სალომეს, როგორ აისახა შედეგებზე. სამწუხაროდ, რასაც უყურებთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თავად ჯერო გამოსვლებში საკმაოდ დროს და მგონი იმაზე მე დროს უთმობენ ერთმანეთთან კინკლაობას და ერთმანეთზე თავდასხმებს, ვიდრე ერთიანი პოზიციით წარდგომას ქართული საზოგადოების წინაშე და რასაც უყურებთ ჩვენ საზოგადოება არის საკმაოდ მომზადებული ამ პროტესტში, მთავარი ამოცანა დემოკრატიულად დემოკრატიის მხარდამჭერების საქართველოში და პროდასალური საზოგადოების რაც არის დიდი უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის არის ახალი არჩევნების მიღწევა და შესაძლოა
შესაბამისად მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება და ქვეყნის საგარეო კურსის შემოbrunება ისევ დასავლეთისკენ. არის ერთობა. ვიდრე პოლიტიკაში მიხვიდოდით, თქვენ ძალიან ბევრი ამბავი გაგეშუქებიათ ხო თანამედროვე საქართველოს ისტორიის როგორც ჟურნალისტი. აი თქვენ გინახავთ სადმე რომ პროტესტი ყოფილიყო და პოლიტიკური პარტიები სადღაცა ქვემოთ ყოფილიყვნენ და სცენაზე რიგითი მოქალაქეები ყოფილიყვნენ. რამდენად ნორმალური არის, როდესაც ვერც ერთი თქვათ პარტია, ვერც ერთი პოლიტიკური, ანუ მიკროფონები არ ირთვებოდა, რომ პოლიტიკოსები არ ავიდნენ სცენაზე, რომ ხალხი არ დაიშალოსო და აი რატომ ხდება ეს? იცით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენ 2012 წლის არჩევნების შემდეგ სამწუხაროდ ვართ სრულიად არაორდინალურ ვითარებაში. ესეთი სიტუაცია საქართველოში ძალიან ბევრი კრიზისები ყავს გამოვლილი, მაგრამ აი ესეთი გავეშებული ბულინგი, პირდაპირ ჰიბრიდული ომი ოპოზიციის, პირველ რიგში ეს იყო ნაციონალური მოძრაობა ბევრი წლის განმავლობაში და შემდეგ ეს მთლიანად ეს დევნა ოპოზიციის მერე განივრცო და მიწვდა ძალიან ბევრს, ხომ? ეს პროპაგანდა მუშაობს. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს არ უნდათ ეს პოლიტიკოსები რატომ სცენაზე? პროპაგანდა, სიძულვილის დათესვა ხელისუფლების მხრიდან, მთელი საზოგადოება არის გაყოფილი, პოლარიზებულია, ოჯახები არის გაყოფილი. თვითონ ოპოზიციაშიც სულ ნაციონალურ მოძრაობაში ხო რამდენი რყევა გადავიტანეთ. მუდმივად რაღაცა ერთმანეთთან ეს საერთო ფონი რაც შექმნა ხელისუფლებამ ამ სიძულვილით მართვის არის მთლიანად მოდებული მეტასტაზებებით მთელ საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციაში და ოპოზიციამ რა შეცდომაც დაუშვა მთელი ამ წლების განმავლობაში. მათ შორის ჩემ პარტიასაც ეხება, რასაც ვამბობ, ის არის რომ რასაც გთავაზობს რა თამაშის წესებსაც ბიძინა ივანიშვილი, იგივე თამაშის წესებით თუ უპასუხებს შენ იქნებ მუდმივად წაგებული. მთავარი არის ღირებულებები და მთავარი არის გააზრება იმის, რომ გთავაზობს ის დაყოფას, უნდა უპასუხო გაერთიანებით, გთავაზობს ის სიძულვის, უნდა უპასუხო სიყვარულით და ქვეყნის მიმართ სიყვარულით და სიყვარულით და ერთგულებით და ამას უფრო ადეკვატურად შეაფასებდა ხალხი და უფრო მეტი ნდობა წამოვიდოდა. როცა გაერთიანებაზე ვთქვათ, აი ხაბეიშვილი საუბრობს, მისი ვთქვათ პარტიის თავმჯდომარედ არჩევა დაემთხვა, რომ გაიყო პარტია. მე სხვათა შორის მთელი ამ წლების მანძილზე რაც მე ნაციონალურ მოძრაობის პოლიტიკურ საბჭოში ვარ, თუ ვინმეს ახსოვს ჩემი აქტივობები საჯარო, ყოველ ჯერზე, როდესაც იყოფოდა პარტია, დაწყებული 2016 წლის შემდეგ პირველი გაყოფა მაშინ მოხდა და შემდეგაც ყოველთვის ვიყავი ამ გაყოფის წინააღმდეგი, რადგან სულ მქონდა ეს განცდა, რომ რასაც გვთავაზობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ უნდა მოვიქცეთ საპირისპიროდ. გვთავაზობს არა, იცი მე ვთქვი რომ მთლიანად მოედო ეს მეტასტაზები, ეს ძალიან ნაციონალური მოძრაობა იყო ძალიან სასტიკი დევნის პირობებში. 2012 წლიდან დაიწყო ჩვენი დევნა, ჩვენი ლიდერების მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ საყრდენო საქმეები როდის დაიდო, გამოძიება დაიწყო 2013-ში და გვახსოვს ხო დაჭერების პირველი ძალიან რთულია ამ წნეხის გაძლება და მე ეს საშინელი პროპაგანდა 9 წელი და ისტორიის გადაწერა და ასე გაუძლო ისინი გადავიდნენ სხვა პარტიებში. თვითონ ვიძახი რომ მე ვიძახი იმას რომ რა თამაშის წესებსაც თავაზობ ბიძინა ივანიშვილი იმ თამაშის წესების მიღება და იმ თამაშის წესებით იმას ვერ მოუგებ და უპირისპირდები ნაციონალური მოძრაობა მახსოვს 2013-ში აი როცა დაიწყო ეს დევნის ესეთი ძლიერი ტალღა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოდიოდნენ მუდმივად ახსენებდნენ საზოგადოებას რომ აი ეს კოალიცია არის ფულზე და არ არის ღირებულებებზე შემდგარი, ბიძინა ივანიშვილი კრავს სრულიად სხვადასხვა პლატფორმის ადამიანებს, მათ აერთიანებს ძიზღი და ეს ისა რა ქვია ყვარული და ღირებულებები, ხო? აი ეს ღირებულებების ერთგულების ჩვენება. აი ამას ღირებულებები რამდენად დარჩანათ თუნდაც იმ ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც თქვენ ახლაც წარმოადგენთ, რამდენად არის ღირებულებებში პრინციპული ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა და ლამის მოიგო, ხო, გრიგოლ ვალაშაძე 2018-ში არჩევნები და მაშინ მოახერხეთ რაღაცა ერთობლივი ძალებით ოპოზიციამ მხარი დაგეჭირათ გრიგოლ ვალაშაძისთვის და გამოაცხადეთ მაშინ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმურ პრეზიდენტად და აცხადებთ რომ არჩევნები გაყავდა გრიგოლ ვალაშაძეს საერთოდ წავიდა თქვენი პარტიიდან აღარ ჩანს საარსად და თქვენი ლიდერები დღე გამოშვებით სალომე ზურაბიშვილს მისტირიან და რა ხდება? ვინ მისტირი სალომე ზურაბიშვილი? ლეგიტიმური პრეზიდენტიო, მხოლოდ ერთადერთიაო ამას ვისმენდით ხო 5 წლის შემდეგ რომ სალომე ზურაბიშვილი და რომელი სააკაშვილი არ შეიწყალა სხვათა შორის.
წასulis ლაბირინთებში წასვლა ეხლა რამდენ ჩვენ უნდა გავუსწროთ თვალი ეხლანდელ რეალობას. სალომე ზურაბიშვილის როლზე, მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრე, ამით დავიწყეთ ჩვენ საუბარი. მე მხოლოდ გამეხარდება თუ სალომე ზურაბიშვილი გამეხარდებოდა რომ შეესრულებინა ძალიან მაღალ დონეზე ეს თავის რაღაცა გამაერთიანებლის ფუნქცია და თუ ის იქნება წარმატებული ამ მიმართულებით, ხოლმე გამეხარდება, იმიტომ რომ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ის, იქნება გამომდინარე, რომ მას ელაპარაკებიან, ის არის გამტარი, აი ამ პრობლემების მიმტანი ჩვენ საერთაშორისო მოკავშირეებამდე, არა ერთადერთი, მაგრამ თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე და სტატუსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გამტარი და მე ვარ გულშემატკივარი იმ პროცესის, რომ ოპოზიციამ შეძლოს რაღაცა განსხვავებების მაღლა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ნაციონალური ინტერესების დაყენება და შეძლონ ღირებულებების გაერთიანება და საერთო ხედვის ჩვენება საზოგადოების ხედვის როგორ უნდა მივახციოთ ახალ არჩევნებს, როგორ უნდა მივახციოთ ქვეყნის შემოbrunებას დასავლეთის კურსისკენ, როგორ უნდა მივახციოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის გაკრიტიკება თქვენ ახსენეთ მიშა სააკაშვილის საკითხი. სალომე ზურაბიშვილი რახან აცხადებს, რომ მისი ფუნქცია არის არა გამაერთიანებელისო, თუმცა ბევრჯერ აღუნიშნავს მას, რომ მნიშვნელოვანი არის ერთობა ღირებულებებზე. ახლა ხანს თქვა, რომ უფრო ორდინებელის ფუნქციებია მისი და არა გაერთიანების, გაერთიანებასა საერთო სია და ესეთი პლატფორმის მომხრე არ არის. ხომ გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც მაკოორდინელების კოორდინაცია რახან აქვს მორგებული თავის თავზე, უნდა გაითვალისწინოს ამ როლის შემსრულებელმა, რომ ისეთი სუბიექტისთვის, როგორცაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ძალიან მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება ამ ხალხთა წარსულის და ტრადიციების არის ძალიან მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის საკითხის აქტუალიზაცია, ხომ? ეს არ არის მარტო ნაციონალური მოძრაობის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა, იმიტომ რომ საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის დევნას და როდესაც ასეთი უსამართლობა, ასეთი სისასტიკე არის ქვეყანაში დაშვებული პრეზიდენტის მიმართ იმ საქმეებზე, რომლებსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება, აქაც საზოგადოება ლუპით უყურებს და ვაკურდებით და აი საოცრება არის არა მოწმეები, არა მტკიცებულებები და ეს ერთმანეთის მიყოლებით გამამტყუნებელ განაჩენებს, რუსულ განაჩენებს დებენ სააკაშვილის წინააღმდეგ. ხლა ამისი არ შემჩნევა, იგნორია, ამ თემის არ შეხება საერთაშორისო. ვინ გააპროტესტა სალომე ზურაბიშვილზე რო ამბობთ, თქვათ, არ შემჩნევა. იმ ადამიანებმა შეიმჩნიეს, ვინც მიხეილ სააკაშვილთან ერთად წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ, თუნდაც ბატონმა გვარამიამ, თუნდაც ბატონმა ბოკერიამ, ადამიანები, რომლებიც თუნდაც ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც კი მოიხადა სასჯელი და გამოვიდა. ვინმე, ვინც სააკაშვილთან იყო ახლო გარემოცვაში, ხო? როდის ახლა შეიმჩნიეს საინი მე მგონი არავის არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ რომელიმე მის იგივე უყურებას მოვისმენთ როცა ჯარშიარდება პოლიტპატიმრობა არა ესე არც ბოკერიას მხრიდან გამიგია ამისი უარყოფა არც გვარამიას მხრიდან არც არავის ეს არის ცალსახარო მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი მაგრამ სალომე ზურაბიშვილისგან გამიგია სხვათა შორის გუშინ გადავხედე სანამ თქვენთან წამოვიდოდი მის ბოლოდროინდელ პრეზიდენტობის პერიოდის ინტერვიუ მე მგონი ლონდონში რაღაც საერთაშორისო კონფერენციაზე ამდენად აზიანებს პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა ქვეყნის რეპუტაციას, თქვა რომ ქვეყნის რეპუტაციას ნამდვილად აზიანებს, მაგრამ დასინა რომ არ მიმაჩნია რომ თლად უსაფუძვლოდ რეალისტური მიზეზებით, აი აქ არის, აქ უშვებს ძალიან მძიმე შეცდომას ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ეს რბილი ფორმებით თუ ამბობ, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული შეწყალების საქმეზე, შეწყალება იყო მისი კონსტიტუციური შეუზღუდავი უფლება, აი რომ სანდრო გირგულიანის საქმეს რო უკავშირებენ შეწყალება შეეხო 300-მდე ძალოვანს ყოფილ სამართალდამცველებს და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს 2008 წლის შემდეგ და ამ 300-ში მოხდა 2-4-დან რომლებიც გასამართლებული იყვნენ სანდრო გირგულიანის საქმეზე და შემდეგ ეს იყო მანამდე პარლამენტის აქტი და შემდეგ ამ აქტის შემდეგ სააკაშვილმა შეწყდა ამ არის სააკაშვილმა გაუნახევრა სასჯელი ამათ საპატიმრო სასჯელი და 6 თვის მერე თუ აღარ მახსოვს რაღაცა პერიოდის მერე უდოს წესით გამოუშვა ეს 2 ციხიდან ბადრი კოჭლამაზეშვილმა მოსამართლემ რომელმაც აი ცოტა ხნის წინ პიჯაკების საქმეზე იუსაჯა გადადო მორიგი რუსული განაჩენი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. აი სალომეს თემა რო ამოვწუროთ ეკა იცით რატო აი
შეწყალებისთვის სანიკიძის განცხადება იყო, რომელი საქმე დაიწყო ამ ქალმა და რომელი მიიყვანა ბოლომდე რა იყო მისიო და გაწმეს აზრი სალომე ზურაბიშვილი როცა ამბობს რომ აი რაღაცა რეალისტური რაღაც საფუძვლები მიაჩნია შეწყალებისთვის თუ კი შეწყალებისთვის არის რეალურად დასჯილი მიხეილ სააკაშვილი მაშინ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც შემოაბრუნოს შეწყალების საქმე როცა პოლიციელი თარაშ მუკბანიანი გვახსოვს მისი მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა ხო პოლიციის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა ასე შეწყალებები თუ ამოვაგდნენ კიდე წინა პრეზიდენტის მარგულაშვილის ასე უსაშლოდ შეიძლება ზურაბიშვილს არაერთხელ ვთქვამს რომ შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლება იყო ექსკლუზიური უფლება და ამაზე განმარტებასაც კი არ გავაკეთებ საზოგადოების წინაშე ჩემი საქმე იყოვო და ნუ ეხლა დანარჩენი საქმეები კიდევ პიჯაკების საქმეზე მაქვს აღწერილი რა ბრალდები და რა სასაცილო ბრალდებებია და თაიგულების ოფიციალური ვიზიტების ბრუნირებული მანქანების პიჯაკების საქმეში არის ესეთი ხარჯები იცით აი პრეზიდენტი გაფრინდა სახელმწიფო თვითმფრინავით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიღაც ანიშნულოვან სამიწე დასასწრებად ერთი ასეთი ვნახე ვარშავაში ოფიციალური ვიზიტი მეორე პრაღაში ოფიციალური ვიზიტი წაიყვანა გაფრინდა სახელმწიფო თვითმფრინავით და სახელმწიფო თვითმფრინავის მფრინავები მათი სასტუმროში განთავსების ხარჯი და კვების ხარჯები არის დანაშაულის მოტოქსები არის სამხარჯებში და იგი უგულავასთვის გასახდომის საშუალებები ამ ხარჯებს უნდა უყოთ იცით რა არის ეს ხარჯები მთლიანად არის გასაიდუმლოებული 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩათვალა მაშინდელმა სხვადასხვა შტოების შეთანხმდა რომ აუცილებელი იყო პრეზიდენტის ხარჯების გასაიდუმლოებლობა დაცვის უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე ეს ეხებოდა პრეზიდენტის მისი ოჯახის წევრებს და ეხებოდა ასევე სტუმრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ აქვთ ახლა აჩვენებული 9 მილიონი ბოტოქსებს და რაღაცებს ახსენება ყვითელი მიმართულებები თუნდაც ხოლმე მუდმივად ეს აქცენტების დასმა რომ საზოგადოება შეიყვანონ შესწავლებში და გაასაღონ ესეთ ხარჯებად დათვალონ მაშინ რამდენია ისეთი ხარჯი და მთლიანად გამოვა რომ დათვალონ შეიძლება იმ 9 მილიონის 95% აი სრული პასუხისგებლობით ხარჯები რაც ახლა ბოტოქსების ხარჯებთან დაკავშირებით ახლა სამედროდ ესეც ყვითელი ერთ-ერთ სასამართლოს ხომაზე მოიყვანეს ექიმი ადმინისტრაციიდან პრეზიდენტის აღარ მახსოვს ადმინისტრაციის ექიმი იყო რომელმაც განმარტება გააკეთა რომ ეს ბოტოქსები ნევროლოგიაში გამოიყენებოდა ჩვეულებრივი სამკურნალო პროცედურებისთვის განსაკუთრებით შაკითთან მიმართებით. ეხლა მე კი არ ვიძახი რომ თქვა ბოტოქსის გამოყენება კოსმეტიკური დანიშნულებით დანაშაული იყო პრეზიდენტის მხრიდან. ამაზე საბჭო თანგებს ხარჯავენ მაკრონის ხარჯებიც იყო გამოქვეყნებული და ნებისმიერი პრეზიდენტი რომლებიც ამისთვის ხარჯავენ გარკვეულ თანხებს იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდნენ ხო ეს არ არის დანაშაული ხო ამაზე შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ სტუდიებში თქვა დავსვათ შეკითხვები პრეზიდენტს რომ აი ესა და ეს ხარჯი რამდენად მიზანშეწონილი იყო მაგრამ ამაზე სისხლის სამართლებრივი დევნა და პრეზიდენტის გასამართლება არის სრული სიგიჟე იქ არის უამრავი ხარჯი ბავშვებისთვის უდედმამო ბავშვებისთვის ზრუნველობას მოკლებული ის პრეზიდენტის სტუმრები არის ძალიან მრავალფეროვანი პრეზიდენტი აი ისე გვარებს ასახელებს სოფო ნიჟერაძე არის მომღერალი ძალიან ბევრ კონცერტებში იღებდა მონაწილეობას იქ არის ხარჯები მაგალითად ვენის საოპერო თეატრის სოლისტი იყო ნოვიკოვა იულია ნოვიკოვა ჩამოყვანილი ამ ქალბატონის ხარჯიც არის ჟურნალისტებია მაგალითად დღევანდელი ის რა ქვია კოცების პროპაგანდისტული არხია რუსთავი 2-ის სახე არის ნინო შუბლაძე ხო იქ პროდიუსერი არის ნიუსის ხათუნა ბერდინიშვილი ამათი ხარჯებიც არის ესეც იყვნენ პრეზიდენტის სტუმრები და დელეგაციაში სამთავრობო პრეზიდენტის სტუმრები იყვნენ და მათი ხარჯებიც არის გაფლანგვაში ესა ეგ როწოდებულ გაფლანგვაში შესული ბუბაკი კაბიძეც იყო პრეზიდენტის სტუმარი ელდარ შენგელაიაც იყო დავით ვალიც იყო უამრავი ადამიანი ბევრი ჟურნალისტი ბევრი ექსპერტი ესენი ესე რომ გამოაცალკევენ ახლა მარტო სოფონი ჟარაძის დანაშაული კი არ არის თინა ბოკუჩავას ბრალი კი არ არის ან სოფონი ჟარაძის ბრალი კი არ არის რასაც ვიცმენთ ჩვენ ხელისუფლები და პრეზიდენტი რატო ხარჯავდა გიგი უგულავას გაგლოვებასთვის ამ თანხებს თორე ვინც მიიღო იმაზე კი არ არის ოდიახ ამბაზე არის საუბარი მე იმას გიხსნით რომ ამ ხარჯებში აი ესეთი თანხები რაზეც
დისკუსიის დონეზე ჩვენ ვისაუბროთ და დასვათ შეკითხვა. ეს არის თუ არა გამართლებული ამ დისკუსიის დონეზე და არა სამართლებრივი დონის საფუძველზე. შეიძლება იყოს ამ 9 მილიონიდან არ ვიცი რაღაცა 300,000, 400 სულ რო დააჯამონ, აი ძალიან რომ მოინდომონ. მაგრამ ხო ვერ იტყოდნენ რომ 300,000-ის გულისთვის ისა რა ვქო ვასამართლებთ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც 0-დან ამოქაჩა, წუმპედან ამოიყვანა ქვეყანა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და სოფლიოში თავისი ადგილი მიუჩინა ამ ქვეყანას, რომელსაც გვიცნობდნენ მხოლოდ რითი რომ აშენგარი სახელმწიფო ვიყავით ან სტალინის სამშობლო ვიყავით ან არაფერი არ იყო. მიხეილ სააკაშვილის ხელფასი იყო, იქ სასამართლოს ცნობაზეც მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოიტანა წარმოადგინა ცნობა 3,500 თუ 3,300 ლარი პრეზიდენტობის. მაგაზე ცხოვრობდა? მაგაზე ცხოვრობდა? აკორუმპირებული იყო? არ ვიცი, მაგაზე გეკითხებით. მიხეილ სააკაშვილი ატარებდა ძალიან ჰიპერაქტიული პოლიტიკა გვნა, როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით ჩამოყავდა ძალიან ბევრი სტუმრები იმისთვის, რომ საქართველოს რეფორმების პოპულარიზაციისთვის ხელი შეეწყო, იმისთვის, რომ საქართველოს აი ამ ომის 2008 წლის ვინ არის ანდრეი ილარიონოვი, ხო, ალბათ გაუგია, მაგრამ აი რაღაც აგდებული დამოკიდებულება იყო თვითონ ამ ომთან დაკავშირებით. ომს რო ახსენებდნენ, აი მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დასკვნით სიტყვაზე, როცა გაიხსენა პუტინის მუქარა მის მიმართ, რომ შეგეხედათ ისეთი ცინიკური და ამაზრზენი სახეები ქონდათ ამ პროკურორებს და ისე ქირქილებდნენ, თითქოს პირველად გაიგონეს და მთელმა მსოფლიომ არ გაიგონა, როგორ ცინიკურად და როგორ თავხედურად იმუქრებოდა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ვლადიმერ პუტინი. ხო, არ გაუგიათ ამათ რა, თითქოს ეს ომიც არ ყოფილა. ეს ხარჯები არის მთლიანად რაც არ უნდა დაასახელოთ ჩიგნით ისეთი თანხები, რომ რაღაც საზოგადოებას შეუქმნათ ისეთი წარმოდგენა, რომ რაღაცა ისეთი რაღაცა საჩოცი რო ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ეს ხარჯები არის მთლიანად წარმომადგენლობითი ხარჯები, ბრონირებული მანქანების, ავტოტრანსპორტების, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტების, რომელიც უკავშირდებოდა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას, უსაფრთხოების პოლიტიკის მხარდაჭერას, აი რუსეთთან თავდაცვითი ომის, ჩვენი ომის შესახებ სიმართლის გატანას, როცა ძალიან დიდ თანხებს ხარჯავდა პუტინი იმ ტყუილის გასატანად საერთაშორისო ასპარეზზე თითქოს საქართველოს დაიწყო ომი და იმერე ამ ქოცებმა იტაცეს ეს და აღარ დაჭირდა პუტინს ამისთვის ზურაბიშვილიც. იმიტომ რომ ეს ამათმა ესენი შეეხიდნენ და რასაც პუტინი აკეთებდა, მე ამათმა გააკეთეს ზურაბიშვილის განცხადებები იყო წარმოდგენილი სასამართლოს მქონდა. თავის დროზე კი ძალიან ძიმე განცხადებები ქონდა სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ სასიხარულოა რომ აი ბოლო პერიოდში მთლიანად შეცვალა ეს რიტორიკა და არის სწორ პოზიციაზე და იცავს საქართველოს ინტერესებს. მადლობა ეკა რომ მოხდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ეკა წამალაშვილს უსმენდით ნაციონალური მოძრაობიდან და ტატა ხვედელიანი შემოგვიერთდა და გახარია საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი საღამოშტობისა. მადლობა რომ მოხდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით დავიწყოთ დღეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ხაბეიშვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ გახარიას პარტია ამ პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციას ლანძღვა შეეშვასო. დღენახევარია ოპოზიციაში არიან და პარლამენტიდან არ გამოდიანო. კითხეთ, რატომ არ ტოვებენ პარლამენტსო? თქვენ ამაზე გააქვთ განცხადებები გაკეთებული, არაერთი რომ ის თანხები, რომელიც მოდის ბიუჯეტიდან, საჭირო არის თქვენი პარტიიდან. ხო არ მოახდენთ, ვინაიდან აი მთელი ოპოზიციური სპექტრი თქვენ აი ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, ხო არ მოახდენთ ამ გადაწყვეტილების რევიზიას? მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. პირველ რიგში ჩვენ არჩევნების ჩატარების შემდეგ მეორე დღესვე განვაცხადეთ ის, რომ და იმის შემდეგ განვაცხადეთ, რაც შედეგები გამოქვეყნდა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ამ კურსს. აქედან გამომდინარე ჩვენზე არ მოქმედებს არავითარი კომენტარები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისგან ან მათი ლიდერებისგან. ლევან ხაბეიშვილი საერთოდ არ წარმოადგენს ჩვენთვის საინტერესოს, აქედან გამომდინარე პირდაპირ მას ესე არ ვუპასუხებ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ ამ პარლამენტს არ ექნებოდა ჩვენი ლეგიტიმაცია. დაფინანსების საკითხსაც ძალიან ბევრჯერ ვუპასუხეთ ამ შეკითხვას, რომ არანაირ ერთობლიობაში და კავშირში არ არის დაფინანსების საკითხი ლეგიტიმაციასთან. აქედან გამომდინარე ამ საკითხის
ბატონო? თუმცა ასე გითვლიან თუნდაც ოპოზიციური პარტიები, რომ დიახ, ამით თქვენ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მოახდინეთ. თუმცა ჩვენზე არ მოქმედებს ეს მათი რიტორიკა, მათი ეს კომენტარები, მოწოდებები ამასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს და გეგმას, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა დღესდღეობით არის თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც მივყვებით. აი რა გეგმა არის? აი შიდა წნეხზე როცა საუბრობთ, ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, ის მასშტაბი აი ამ საპროტესტო აქციას არ აქვს, ხომ დღეს რუსთაველზე აღარ არის. თავდაპირველად უფრო იყო მრავალათასიანი, ახლა არ აქვს ის მასშტაბი აი ამ აქციებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მიზეზი რა არის ამის? მე ვერ დაგეთანხმებით ამაში, რადგან ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელშესახები, შედეგები, რომელიც მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ ამ პროტესტმა და იმან, რომ აი ესე გეგმაზომიერად ჩვენი მოსახლეობა იდგა და ითხოვდა ამ მოთხოვნებს, ჯერ ერთი ჩამოყალიბებულად ვიცით ჩვენ რა გვინდა, ანუ ის ორი მოთხოვნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით, ეს არის უკანონო დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება უპირობო და ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ორი საკითხის ირგვლივ კონსოლიდირებულია ჩვენი მოსახლეობა და ამას ითხოვს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის სანქციები, რომლებიც დაწესდა იმ ადამიანების მიმართ პერსონალურად. რა თქმა უნდა, ეფექტურია და ჩვენი პოლიტიკური ძალა აი ამ სანქციებმა საქართველოს ხელისუფლების სანქცირებული წარმომადგენლები თქვათ. აი რა შეფერხება აქვთ ახლა, რასაც უყურებთ? ეს ძალიან მძიმეა, პერსონალური სანქციები არის იმაში, რომ მათ არ ესაუბრებიან, მათთვის, ანუ ეს ლეგიტიმაციის საკითხიც ასე ვთქვათ, ჰაერში არის. საგარეო საქმეთა მინისტრთან ამერიკის ელჩის შეხვდა ვიზიტებში იმყოფებიან და თავდაპირველად მაშინ როდესაც არჩევნები ჯერ კიდევ ჩატარებული არ იყო მაშინ ბიზინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ თქვა რომ იქნება მძიმე სიტუაცია მაგრამ ეს ყველაფერი გადაივლის ამასობაში გავიდა 3 თვე 4 თვე უკვე ხო შემოდგომაზე აგერ ადგილობრივი არჩევნები არის დანიშნული თუ თქვათ აი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება ჯერჯერობით თქვენი პარტიის პოზიცია ასე მკვეთრად არ ვიცით ხო ნაციონალურმა მოძრაობამ იქ ჩერგოლეიშვილმა თქვა ის რომ არ მივიღებთ მონაწილეობას. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? აი ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და რა მერე თუ არ მიიღებთ მონაწილეობას, რა შეიცვლება და თუ მიიღებთ, რა შეიცვლება? რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ოცნების პროპაგანდისტული ხაზი, რადგან ოცნების რეჟიმი ხვდება დღესდღეობით, რომ ეს პროტესტი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოების სხვადასხვა ფენები ახდენენ განსხვავებული აზრის გამოხატვას, პროტესტის გამოხატვას და ეს პროტესტი არის სხვადასხვა ფორმებით. ანუ ჩვენ ვერ ჩავთვლით იმას, რომ ქვეყანაში პროტესტი შესუსტდა, რადგან მან უბრალოდ ფორმები შეიცვალა ამ პროტესტმა. ჩვენ ხედავთ საჯარო მოხელეებს, რომლებიც გამოხატავენ ძალიან მკაცრ და მწვავე პროტესტს და ამის გამო ისინი გახდნენ რეპრესირებულები რეჟიმის მხრიდან. ჩვენ ხედავთ საზოგადოების სხვადასხვა ფენებს, რომელიც გამოხატავს ამ პროტესტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიტყვით ამას, რომ პროტესტი შესუსტდა. უბრალოდ მან შეიცვალა ფორმები. მაგალითად თბილისში არის პროტესტი, არის სხვადასხვა ქალაქებში 1500 კაციანი და 1000 კაციანი პროტესტი ის ფორმის შეცვლას უწოდებთ თქვენ ამას? დიახ, ფორმის შეცვლა არის ეს და ამ პროტესტმა მოგვიტანა დღესდღეობით ერთადერთი ინსტრუმენტი იყო, რომელმაც მოგვიტანა ხელშესახები გამარჯვება და ხელშესახების შედეგი. ეს არის სანქციები, რომლებიც დაწესდა პერსონალურად და ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ბევრი იმუშავა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ გავრცელებულიყო საქართველოს მოსახლეობაზე, კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და კარგია, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც ადეკვატურად არის ამ მიმართულებით აღქმები და ის მწვავე კომენტარები, რომელიც მათი მხრიდან კეთდება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც არის მიღებული პერსონალური სანქციების კუთხით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება. და ეს სანქციები, რომელზედაც აი დიდი ის იყო, ხო ვთქვათ, ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნები ევროპიდან
გავიგეთ, მიიღეს არაერთი რეზოლუცია, თქვენც ამბობთ, რომ აი გაათავისუფლონ დაკავებულები, ადამიანებს აქვთ 5000 ლარიანი ჯარიმები, დასანქცია და ფონდები. ამ დროს ოპოზიცია რას აკეთებთ? აი რას აკეთებთ? უნდა გქონდეთ თუ არა უფრო მეტი კოორდინაცია და რამდენად ხართ კოორდინაციაში ერთმანეთთან, აგერ ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს უკვე ნაციონალური მოძრაობა. ეს მასშტაბები არის ეს ის ხელა მასშტაბი არის ოპოზიციის, რომ საჭირო არის და ამაზე მეტის გაკეთება ამ დროისათვის არაა საჭირო თუ რაღაცა ჩაუვარდა ოპოზიციას. არა, ნამდვილად ჩვენ ყოველთვის ვიძახთ იმას, რომ ეს ძლიერი კოორდინაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხში. ეს არის პირდაპირი დაკვეთა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, რომ აი ამ საკითხების ირგვლივ, რასაც ჩვენი მოსახლეობა დღესდღეობით ითხოვს, იყოს ძლიერი კოორდინაცია და ჩვენ ამისთვის სალომე ზურაბიშვილის ფორმატში ზუსტად ძალიან დიდი ხანია უკვე ვართ წარმოდგენილები, ვესწრებით შეხვედრებს. ამ შეხვედრებზე ხდება იმ ხედვების გაცვლა, რომელიც არის პარტიებს შორის. ამის მიღმა ძალიან ბევრი განსხვავებები არის. ამ საკითხზე ნაციონალურ მოძრაობასთან ხართ კოორდინაციაში? ჩვენ თქვით თავიდანვე, რომ ჩვენთვის არსებობს 3 ზეპარტიული საკითხი, რომელიც ეხება პატიმრების საკითხს, ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელიც ფაქტიურად გააუქმა ოცნების ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და ასევე ჩვენ ვთქვით, რომ მესამე იყო ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. აი ამ 3 ზეპარტიული საკითხის ირგვლივ ჩვენ გვაქვს კოორდინაცია სხვა პარტიებთან ერთად. მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან. მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთადაც, რადგან ეს არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. და მაშინ რატომ არის ისე, რომ აი ამდენი ხანია, როგორც თქვენ საუბრობთ, რომ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველზე და პოლიტიკოსები მიკროფონთან არ მისულან. რატომ არ უნდა პოლიტიკოსებს არ უნდათ იქ გაბრძანება მიკროფონებთან თუ იქ ვდგომ ადამიანებს არ უნდათ მე კონკრეტულად თქვენ პარტიაზე არა მაქვს ზოგადად პოლიტიკოსების დანახვა რა თქმა უნდა, კი ბატონო, თუმცა მე სხვა პარტიების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. თქვენი შეფასება როგორც პოლიტიკოსის. კი ბატონო, მე ვიტყვი მხოლოდ ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვართ იქ, სადაც არის ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, რომ ჩვენ არ მდგარიყავით სცენაზე და ჩვენ მდგარიყავით ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მოგვეთხოვა აი ესე თანასწორად მასთან ერთად. გამოიკითხეთ ეს თქვენი ამომრჩევლის აი რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვახდენთ ჩვენს ამომრჩეველთან ძალიან აქტიური კონტაქტი გვაქვს. ჩვენ ვართ ალბათ ერთადერთი პარტია, რომელსაც ყველაზე აქტიური წინასაარჩევნო შეხვედრები ქონდა არჩევნების კონტექსტში. ჩვენ თითოეულ რეგიონს სტუმრობთ ძალიან ხშირად. დავდივართ სოფელ-სოფელ, ქალაქში, ხვდებით მოსახლეობას და ჩვენ მუდმივად გვიდევს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ამომრჩეველზე მათ პულსზე ხელი. და ბოლოსკენ მივდივარ და მინდა კითხოთ 100%-დან 100% შეგიძლიათ თქვათ, თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებთ მონაწილეობას. ამაზე ანუ მკვეთრი ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება თქვენს პარტიას აქვს თუ რა შემთხვევაში შეიძლება თქვენ მიიღოთ მონაწილეობა? საერთოდ ეს თემა ჩვენი აზრით არის სრულიად არააქტუალური. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, რადგან ეს თემა არის ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობის მხრიდან შემოტანილი, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული ხაზი, იმიტომ რომ პროტესტის პირობებში ოცნების ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აღარ აქვს რესურსი, რომ ძალადობის და აი პროპაგანდის გარეშე მართოს ქვეყანა დემოკრატიული ინსტრუმენტებით. აქედან გამომდინარე, მას შემოაქვს სხვადასხვა თემები მუდმივად. იგონებს ახალ-ახალ კანონებს, რომლებსაც ეს კანონი ხო არ არის არჩევნები უწევს, ამოეწურა ვადა მოქმედ საკრებულოებს ეწურებათ. პროპაგანდისტული ხაზიც არის ამისთვის და ვინც შედის ამ დისკუსიაში და ამ თემაში, ყველა ამაში ვერ დაგეთანხმებით, შეხედეთ, ვადა ეწურება იმ საკრებულოებს, რომელშიც თქვენც ხართ. რას უპირებთ ამ საკრებულოებში? იქნებიან თქვენი წარმომადგენლები ეს არჩევნები ახლა მოგწონთ, არ მოგწონთ, უნდა დაინიშნოს ყველა შემთხვევაში. ხო 4 წლიანი ვადა გაზდის ამ საკრებულოებს და ხომ უნდა იცოდეს, აი თქვენი ამომრჩეველი რო ვიყო, თქვათ მე ხომ უნდა ვიცოდე თქვენ რას აპირებთ იმ საკრებულოებში? ანუ გახდიხართ არჩევნებზე თუ არ გადიხართ? დიახ, სრულიად არააქტუალური თემა არის, რადგან დღესდღეობით ჩვენს ამომრჩეველს
მხოლოდ ის აინტერესებს, როდის მოხდება უპირობო გათავისუფლება ჩვენი ადამიანების, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და ასევე როდის ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები. ის ადამიანები და ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ დისკუსიაში შედიან, უბრალოდ აღიარებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა არ არსებობს ამ ანუ მაშინ ესეც ასე დავაზუსტოთ, თუ ახალი არჩევნები არ იქნება და თუ ეს ადამიანები გათავისუფლებულები არ იქნებიან, თქვენ ცალსახად არ მიიღებთ მონაწილეობას? არა, ჩვენ ასე არ პასუხობთ, ჩვენ პასუხობთ იმას, რომ დღის წესრიგში, დღესდღეობით ჩვენთვის არ დგას თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ დღის წესრიგში დგას ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით ის, რომ უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას ჩვენი მოსახლეობა, ჩვენ ვხედავთ ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებს, ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს, სხვა მოვლენებს, რომლებიც ძალიან მძიმე პრობლემად აწევს ჩვენს მოსახლეობას და ამაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ უფრო მეტი და არა იმაზე, რასაც ავრცელებს პროპაგანდისტული მედია. მადლობა. ტატა ხვედელიანს უსმენდით, გახარია საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრს და გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნებიდან საღამოშვიდობისა, მადლობა. საღამოშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. მოხდა და იღეთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდი დავიწყოთ სალომე ზურაბიშვილის ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებით, მან მიმართა ევროპის ლიდერებს, რომ ქვეყანაში არის საშინელი მდგომარეობა და მათ მოსთხოვა, რომ მიიღოს შესაბამისი რეაგირება. ასევე მას დღეს ასევე ჩაატარა ბრიფინგი და შეშფოთებული არის ფონდების დაყადაღებით. თქვენ როგორ შეაფასებთ? საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ისმის ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ მხრივ დაგეგმილი არის არაერთი რეფორმა, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ნებას. ეს შეეხება ოჯახური ღირებულებების დაცვას, ეს შეეხება საერთაშორისო დაფინანსების გამჭვირვალობას, ეს შეეხება იმ მთავარ საკითხებს, რომელიც აქტუალური არის ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცნობით ამ განცხადებებს, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს აქცენტი იმაზე, რომ გაგრძელდეს ის განვითარება, რომელიც ქვეყანაში არის. ჩვენ 2024 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ვნახეთ, რომ იანვარშიც იყო რეკორდული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქალბატონის განცხადებებს, რომელიც არის ჩვეულებრივად წარმოდგენილი როგორც ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის ყოფილი მკვლევარი, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის განცხადებები, რომელსაც ის აკეთებს, მისი ერთადერთი მიზანი წლების მანძილზე იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დღესაც ზუსტად ანალოგიურად აგრძელებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვპასუხობთ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, არ ესიამოვნებოდა, რა თქმა უნდა, როდესაც ის ფონდები, რომელიც პირადად მას მთელ კოლექტიურ ნაცმოძრაობას აფინანსებენ, დაყადაღდა. თუმცა ეს არის სამართლებრივი პროცესი, მე დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ნაბიჯები კიდევ იქნება გადადგმული, არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოში მოახდინოს არეულობა, დესტაბილიზაცია, გამოიყენოს ხალხის ნება იმისთვის, რომ რაღაც გადატრიალება შემოგთავაზოს და კიდევ ერთი რევოლუცია ამ ქვეყანაში. ამ ყველაფრის მიმართ იყო მიმართული ზოგადად ეს ფონდები შემჩნეული არიან დესტრუქციულ საქმიანობაში, შესაბამისად გუშინ იყო გადაწყვეტილება მიღებული შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც გულისხმობდა ამ ფონდების დაყადაღებას. რა თქმა უნდა, ეს არ ესიამოვნებოდა, იმიტომ რომ ის არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი. თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერადაც, ერთ-ერთ ლიდერადაც კი ვერ ჩამოყალიბდა იმ განვლილი გზის და დამსახურებების მიუხედავად, რომელიც მას ნამდვილად აქ ამ პარტიის და ზოგადად კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ და ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ხაბეიშვილმა 2 დღის წინ გააკრიტიკა და რაღაცა დროს სალომე ზურაბიშვილია მას ამოეწურა უფლებამოსილებაო. დღეს თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ცდილობს ოპოზიციის გაერთიანებას. მოკლედ ის სულისკვეთება აღარ ჩანს ოპოზიციაში, რასაც ხედავდით ხომ ჩვენ მაშინაც კი, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხედავდით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და სხვა პარტიები მიბრძანდებოდნენ ხოლმე მასთან. ახლა ზურაბიშვილის კრიტიკა დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს რა პროცესი არის, რა ხდება თქვენი შეფასებით? უნდა მოახერხო ადამიანმა, რომ საქართველოს პრეზიდენტობიდან დახვიდე ნაცმოძრაობის პრეზიდენტობამდე, თან როდესაც ნაცმოძრაობაც არ გაღიარებს საკუთარ პრეზიდენტად. ეს სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა
მოახერხა, მაგრამ ვერ მოახერხა ის, რომ გამختარიყო ნაცმოძრაობის ლიდერი. ეს არის შიდა დაპირისპირება, რასაც ჩვენ უყურებთ საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, რომ არის ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა დეზინფორმაციაზე, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან ვრცელდება, გავცეთ შესაბამისი პასუხი. სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის ის, რომ 2020 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში მზადდებოდა არაერთი რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი კიდევ იქნება მსგავსი ცდილობები ანალოგიური კრახისთვის იქნება განწირული, ვერ აგროვებენ შესაბამის მხარდაჭერას არჩევნებზე და ერთ-ერთი რაც დარჩენიათ არის არეულობა და როგორც ჩანს შემდეგი ან გასული არეულობების სცენარებში სალომე ზურაბიშვილი უკვე აღარ ჩდება. აი ახლა ოპოზიციის ორი წარმომადგენელი მყავდა და ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ოპოზიცია თვითონ ამბობს, რომ აი ამ პროცესებს მოქალაქეები მართავენ და ისინი არ არიან ჩართულებია, თქვათ მასშტაბები რატომ ვერ შეიძინა, რომ ეკითხებით ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ ამ პროცესებს ოპოზიციის ლიდერები არ მართავენ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ თქვენ პრობლემები შეგიქმნეს დასავლეთში საქართველოს ხელისუფლებას, რომ დასაქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, დასაქცირდნენ მოსამართლეები, ასე შემდეგ და რამდენად შეგიქმნათ პრობლემები საერთაშორისო მასშტაბით, თქვათ იგივე ოპოზიციამ. ევროპული ინტეგრაცია, რომელიც ჩვენი გაცხადებული მიზანი არის, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომლის ავტორიც არის პრემიერ-მინისტრი დღევანდელი ირაკლი კობახიძე, ეს არის დამსახურება და მონაპოვარი ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს, ეს არის ჩვენი სულისკვეთება, საითაც მივდივართ, თუ კი ვინმე ამ გზაზე გთხოვს ჩვენი სუვერენიტეტის გვერდზე გადადებას, თუ კი გთხოვს, რომ გარკვეული შეურაცხყოფები მივიღოთ როგორც სახელმწიფო, როგორც თვითყოფადმა ერმა, ეს დაუშვებელი არის. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, ეს საარჩევნო პროგრამაშიც გვეწერა, რომ ვაგრძელებთ ღირსებით სულას ევროპისკენ, შესაბამისად ის რეფორმები, რომლებიც არსებობს, ის მაჩვენებლები, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რასაც ეფუძნება ევროკავშირში ინტეგრაცია, ამ მხრივ აქტიურად მუშაობთ, თქვით კიდეც, რომ არაერთი ინტერპრეტაცია მოყვა შემდეგ, რომ თითქოს ევროპული ინტეგრაცია საფრთხე ემუქრებოდა, ასოცირების შეთანხმებით ნაკის რვალდებულებებს შევასრულებთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სულას, ეს არის ჩვენი არჩევანი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს გარკვეული დააბკოლებები იქნება ამ გზაზე, ერთ-ერთი დააბკოლება ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც მთელი წლების მანძილზე ცდილობდა იმას, რომ ეს ქვეყანა ჩართულიყო ომში, როგორმე მომხდარიყო არეულობა, დესტაბილიზაცია და ამ გზით, როდესაც შეეცდებოდნენ ხელისუფლებაში დაბრუნება, შემდეგ მომხდარიყო ამ ქვეყნის არაერთ უბედურებაში ჩავარდნა, რაც რა თქმა უნდა ჩვენ არ დაუშვით და არ დაუშვით. იგივე ზურაბიშვილმა აი დღეს გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ჯერჯერობით არ ეტყობა საქართველოს ბიუჯეტსო ესო, მაგრამ ეს საერთაშორისო დახმარებებიო მარტო არასამთავრობოებს კი არ ხმარდებოდაო, ბიუჯეტში სხვადასხვა პროგრამებს ხმარდებოდა, ეს აუცილებლად დაეტყობა იგივე საქართველოს ეკონომიკასო. რას უპასუხებთ ამაზე? აი, საქართველოს ეკონომიკაზე ნამდვილად არ არის ამათი ძლიერი მხარე, რომ ისაუბრონ, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს უჭირს სტატისტიკას, რა თქმა უნდა, ვნახულობთ. ძალიან ხშირად და ვეცნობით საქსტატიც ავრცელებს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ყოველთვიურ რეჟიმში. ეკონომიკა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, როდესაც ასეთი რყევების ფონზე რეგიონის გამოწვევებიდან გამომდინარე საქართველოში არის, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შევძელით ამის შენარჩუნება, ვაგრძელებთ ამ ტემპს და არ დაუშვებთ, რომ ვინმემ აქ რაღაც არეულობა გამოიწვიოს, შემდეგ ეკონომიკა ჩამოიქცეს, რასაც ვხედავთ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, რაც ხდება და ზოგადად ეს კიდევ ერთი დიდი ცალკე თემა არის და ჩვენ არ დაუშვით, რომ ამ საერთო არეულობის სცენარი გამხდარიყავით, აქ გაგვეხსნა მეორე ფრონტი და ჩვენი გმირი სამხედროები შეგვეწირა იმისთვის, რომ გაუგებარი მიზნებისთვის შეგვეწირა, რაც რა თქმა უნდა ჩვენ არ დაუშვით და არც მომავალში არ დაუშვებთ, ის რომ საერთაშორისო დაფინანსების კუთხით ეს ქცეული არის ერთ-ერთ ბერკეტად, რომელიც გამოყენებული არის საერთაშორისო ფონდების თუ სხვადასხვა აქტორების მხრიდან, ეს ჩვენთვის გასაგებია. არაერთი მცდელობა იყო მათ შორის კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით, რომ როგორმე შანტაჟი განხორციელებულიყო გარკვეული გავლენიანი ჯგუფების მხრიდან, ჩვენ ეს არ დაუშვებთ არც მომავალში და ის დაფინანსება, რომელიც მათ შორის თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიედინებოდა, ასევე ტელევიზიების მიმართ მიედინებოდა, კონკრეტულად კანონის ცვლილების საფუძველზე შექმნით ფონდი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაფინანსდება და გაძლიერდება. გასაგებია და ასევე მინდა გითხოთ მედიის შესახებ კანონი დღეს მეორე მოსმენით მიიღეთ, რამდენადაც ცნობილი არის საქართველოს პარლამენტში ბრიტანული მოდელი.
ეს კანონი ხომ არ შეზღუდავს არის გარკვეული მედია საშუალებების მხრიდან შიში არის იმისა რომ სად გავას თქვა ზღვარი სიტყვის თავისუფლებას გამოხატვის თავისუფლებასა და რაღაცა ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შორის აი რამე ხომ არ მოხდება ისე რომ აი ამ სახელით რაღაცა სახით მოხდება მედიაზე დარტყმა მადლობა ამ კითხვისთვის მნიშვნელოვანი კითხვა არის იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ბევრ თანამოქალაქეს აინტერესებს ეს რა თქმა უნდა და საპარლამენტო განხილვები ამისთვის ძალიან კარგი ფორმატია. არც მეტი, არც ნაკლები ეს იქნება ბრიტანული მოდელი, რომელიც შეეხება თუ როგორი რეგულირება უნდა იყოს ზოგადად მედია საშუალებების შიგნით, რაც აქამდე თვითრეგულირებით ხორციელდებოდა, ზუსტად ანალოგიური სტანდარტი გადადის შესაბამისი უწყებების ხელში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ზოგადად არსებობდეს ჯანსაღი მედია საშუალებები, არავის არ ქონდეს იმის უფლება, რომ გარკვეული ისეთი სიუჟეტი მაგალითად მომზადოს, რომელიც არის შეურაცხყოფელი, არ ეფუძნება არანაირ ინფორმაციას ეს იქნება ზუსტად ერთ-ერთი და არის ნათარგმნი ბრიტანული მოდელისგან. იყო ბევრი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცა, ის რაც იყო თვითრეგულირებაში, გადადის სახელმწიფო რეგულირებაში, მათ შორის სხვა კანონიანის და ასევე შეეხება ესეც არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც, ესეც ზუსტად ანალოგიურად გაუქმდება, აღარ იქნება მათი მონაწილეობა სავალდებულო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. წლებმა აჩვენა საუკუნეებმაც პრინციპში, რომ როგორც ამერიკაში არის FARA, ძალიან კარგი მოდელი იმისთვის, რომ ხორციელდებოდეს ფინანსების გამჭვირვალობა და მათი მონიტორინგი, ანალოგიურად მედიასთან დაკავშირებით ეს არის ბრიტანული მოდელი, შესაბამისად ჩვენ ავიღეთ, ვთარგმნეთ ეს და რა თქმა უნდა, ქართულ რეალობას მოერგება. მადლობა. გიორგი რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა ქართული ოცნებიდან გიორგი ჩაკვეტაძეს უსმენთ და საზოგადოებრივი პოზიციით გრიგოლ რობაქეთის უნივერსიტეტის პროფესორი ჟურნალისტი თათია პაჭკორია შემოგვერთა საღამოშიდობისა. მადლობა რომ მოხვედით თათია. უსმენთ პოლიტიკოსებს თქვენ ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვათა შორის პირველ არხზეც მოგიბზადებიათ არაერთი თქვა დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადმოსცემდა თანამედროვე საქართველოს ისტორიას, ხო? დღეს როგორ უყურებთ თათია, ჩვენი ქვეყანა რა ეტაპზე არის, სად გავდივართ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. არაფერი არ შეცვლილა, ხო? აი როგორი შეცდომებითაც ვიარეთ ეპოქათა გასაყარზე, როგორი შეცდომებითაც შემოვედით და შემდეგ ვიწვნიეთ ეს შეცდომები და გავიარეთ მწარე გაკვეთილები, უარეს მარაზმში ვართ დღეს ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ მე სიტყვას ვერ პოულობ. ეხლა მე ვუსმენდი თქვენს ეთერს და პოლიტიკოსებს ეკითხებით თვითმმართველობის არჩევნებზე. ისინი პასუხობენ, რომ მოსახლეობას უჭირს ამ დროს დასამტკიცებელია ბიუჯეტი. ამ დროს ადამიანებს ეხვეწებიან პოლიტიკაში მონაწილეობაზე, რომ ამ ხალხის მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს. არა იცით, ჩვენს დღის წესრიგში ეს საკითხები არ დგას, მხოლოდ პატიმრების განთავისუფლება და ნუ აი ესეთი დემაგოგია. ეხლა მინდა ხაზგასმა გავაკეთო, რას ნიშნავს სიტყვა დემაგოგია. ალბათ ყველა მიცის, მაგრამ ხშირად ერევათ კაზუისტიკაში. ამას წინათ 3-4 დღის წინ ვაკეში გამაჩერა ორმა ახალგაზრდამ. ქონდათ მიკროფონი ლოგოს გარეშე და მე ვიფიქრე, რომ სტუდენტები არიან და ქუჩის გამოკითხვას აკეთებენ და ამიტომ დიდი სიამოვნებით მივეცი ინტერვიუ და მათ დამისვეს კითხვა, თუ რა პრობლემები ქონდა ქართულ ოპოზიციას და მე ვუპასუხე, რომ ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში, აი ამ სერიოზულ პროცესებში, იმ ტექტონიკურ ცვლილებებში, რაც დღეს მსოფლიოს ირგვლივ ხდება და ისინი ძალიან დიდ რისკებს იღებენ საკუთარ თავზე თაობების წინაშე. მე გადავხედე კომენტარებს და ერთი ადამიანი წერდა, რომ აი ესო როგორი მომზადებული პასუხი აქვსო. ხო და ახლა მინდა რომ ცოტა შევცვალო ეს პასუხი, იმიტომ რომ არ არსებობს დღეს პოლიტიკოსი, რომელიც ვერ აცნობიერებს რა ხდება და აქვს ის პოზიცია, რაც აქვს, ანტისახელმწიფოებრივი. აი ეს არის სწორედ დემაგოგია, იმიტომ რომ დემაგოგმა ზუსტად იცის რას აკეთებს. აი ახლა ის ჩემი კომენტარი, მინდა რომ იმ ჩემ კომენტარში ცოტა სინათლე და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ხო, განვავრცო. გაიყიდა საქართველო, ეს არის დემაგოგია. ევროპული მომავალი წაგვართვეს, ქვეყანას ვკარგავთ. აი ეს ყველაფერი არის დემაგოგია, ამით არის დაღლილი საზოგადოება. და კიდევ მინდა ის ვთქვა, რომ
აი ეს პოლიტიკოსები დიდი ხანია უკვე ერთმანეთს ელაპარაკებიან და საერთოდ საზოგადოებრივი აზრის მიღმა არსებობენ. და მე სამწუხაროდ მინდა აღნიშნო, რომ თანამედროვე მედიაც აი ესე, ყველას არ გულისხმობ, მაგრამ არ შემეშინდება იმის თქმა, რომ თანამედროვე მედიის რაღაცა გარკვეული კასტაც უკვე ერთმანეთს ელაპარაკება. აი მათ პატრონ პოლიტიკოსებს და საერთოდ აღარ აქვთ ის ფუფუნება, რომ მათ შექმნათ საზოგადოებრივი აზრი. თქვენ სტუდენტებთან გიწევთ ხომ მუშაობა? ჩვენ ბევრ სტუდენტს ხედავდით, ბევრს რა, გარკვეული სტუდენტების რაღაცა ნაწილი გამოდიოდათ ქუჩაში და ამბობდნენ, რომ ჩვენ აი ევროპულ გზას გვართმევენ. რატომ გქონდათ თქვენ როგორ ფიქრობთ ასეთი განცდა და რამ იმუშავან ამ ახალგაზრდებზე? ან თქვენ თუ თვლით, რომ რაღაცა ნაწილში შეიძლება რომ ეს ასე იყო? აი ამაზე რო ვისაუბროთ. იცით რა, როდესაც ლექტორი მათ ეუბნება, რომ შენ აღარ მიიღებ მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, შენ აღარ დაგიფინანსდება რაღაცა კონკრეტული აქტივობები. რა თქმა უნდა, იმ სტუდენტს ჯერა და იმისთვის ეს არის ძალიან დიდი, წარმატების ნახევარი ფაქტობრივად, იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ, ვიცი რომ ძალიან რთული სიტუაციაა ქვეყანაში და ახლა არ არის ამისი დრო, მაგრამ უნდა დადგეს დრო, რომ სერიოზულად მიხედოს სახელმწიფომ საგანმანათლებლო სფეროს. ექიმს და პედაგოგს უნდა კონდეს ღირსეული ანაზღაურება. სკოლიდან მოდიან საკმაოდ დაბალი კომპეტენციის სტუდენტები. აი, აბიტურიენტების დონეზე. ძალიან დაბალ დონეზეა. ჩვენ რა ეპოქაშიც თქვენ ჩემზე გაცილებით უმცროსი ხართ, მაგრამ ჩვენ სწავლობდით გერმანული სისტემით. რა თქმა უნდა, ამას რუსულს უწოდებენ, მაგრამ ეს იყო გერმანული სისტემა და ის ჩვენი პერიოდი სკოლა ფუნდამენტურ განათლებას იძლეოდა და ეხლა არის ქვიზების, ტესტების ეპოქა. მე სულ ვეკითხები ჩემს სტუდენტებს, რა თქვენ დაფასთან გამოდიოდით, გაკვეთილს ყვებოდით? აი ჟურნალისტიკაზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ჟურნალისტს თუ არ აქვს მეტყველების უნარი, თუ არ აქვს ლექსიკური მარაგი. ისე რა თქმა უნდა, ვერც პირდაპირ ჩართვაზე დადგება, ვერც ტექსტ დაწერს და ასე შემდეგ. ეს უნარები უნდა მოყვებოდეს სკოლიდან და მე შემდეგ უნივერსიტეტში ხდება უკვე პროფესიული გაღრმავება ამ ყველაფრის, ხო? არ ხდება ესეთი რა. მე ჩვენ არ ვასწავლით ისტორიას ისე როგორც უნდა ვასწავლიდეთ. სტუდენტებს არ აქვთ წარმოდგენა გეოპოლიტიკურ სივრცეებზე, გლობალურ პოლიტიკურ პროცესზე. იმაზე რომ ჩვენი ყველა პრეზიდენტი დამოუკიდებელი, გინდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გინდა კომუნისტურ ეპოქაში, აი ეს ჩვენი პირველ მდივნებს რომ უწოდებთ და მერე ეპოქა და გასაყარდა ერთი ხელის მოსმით რომ მოღალატეებად შევრაცხეთ ჩვენი მშობლების თაობა, ისინიც ხომ პოლიტიკური სიტუაციის მძევლები იყვნენ და იმ ტოტალიტარულ ეპოქაშიც ახერხებდნენ რომ რაღაცა ეროვნული გაეკეთებინათ ჩვენი კინემატოგრაფი, ჩვენი ტელევიზია, აი ტელევიზიას არქივს რო ჩავხედოთ, იგივე ხალხური შემოქმედების სტუდია, ტელეფილმები, ტელესპექტაკლები, ეს ქართული საქმე იყო. და იმ ტოტალიტარულ ეპოქაში ის ტელევიზიის თავმჯდომარეები ამას ახერხებდნენ და ჩვენ გვჩვევია ზოგადად ქართველებს, რომ ერთი ხელის მოსმით გადავაგდოთ ის და ახლა თქვენი ეკა წამალაშვილი საუბრობდა, ხო, რომ საუბრობდა, რომ აი მიხეილ სააკაშვილმა გააცნო თურმე საქართველოს მსოფლიოს. მე არ მინდა ისე გამომივიდეს, მე მისი მმართველობის პერიოდში პირველ არხზე მუშაობდი და სწორედ ის უახლესი ისტორიის ქრონიკები და ტელევიზიის ისტორიაც ამ პერიოდში გავაკეთა და მართლა ვერ ვიტყვი მას რომ ვინმე ჩაერია ჩემ საქმიანობაში, ვაღიარებ ყველაფერი რაც გაკეთდა, მაგრამ 2008 წლის ომმა სრულიად დაარღვია წონასწორობა ჩვენს ქვეყანაში და თქვენ იცით იქამდეც და მერეც თუნდაც მედია სივრცეში და თუნდაც ბიზნესში რა პროცესები წავიდა. ამიტომ ჩვენ არ აგვაქვს იმის ფუფუნება რომ ვიღაცას ვუწოდოთ მტერი. ჩვენ გვჭირდება ნულოვანი პრობლემები ჩვენს მეზობლებთან და ეს უნდა შეიგნოს პოლიტიკურმა კლასმაც და საზოგადოებას შეგნებული აქვს უკვე და დიდი მადლობა თქვენი ეთერის საშუალებით საზოგადოებას. აი ასეთი სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის შეიძლება დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მათგანს საკუთარ თავზე არც უგრძნია ის ეკონომიკური ზრდა, რასაც ჩვენ დღენიადად გვეუბნებიან.
დიდი ბოდიში მეც არ მიგრძნია პირადად, მაგრამ ხო გამოვდივარ ქვეყანაში, ხო ხედავ რამდენი რაღაცა კეთდება. იმედია რომ ჩვენი რიგითი ადამიანების დროც მოვა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესი მედიისთვისაც და პოლიტიკოსისთვისაც უნდა იყოს ნომერ პირველი. და თათი, აი, როდესაც ვთქვათ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანას ააცილეს რეალურად ომის საფრთხე, ამას ოპოზიცია ამბობდა, ამაზე ოპოზიციას ქონდა ხოლმე ასეთი, ვთქვათ, ძალიან პატარა წინადადება, რომ ეს არის პროპაგანდა, სიტყვა უბრალოდ წინადადებაც არ იყო. ერთი სიტყვით პასუხობდნენ ხოლმე, აი, ხელისუფლების პროპაგანდა ეს. თქვენ როგორც აი მოქალაქე, აი ამ პროცესს როგორ შეაფასებთ, რამდენად იყო რეალურად, აი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რა თქმა სამი უნდა და ომის მომსწრე ადამიანი ვარ. აი ზუსტად სტუდენტი ვიყავი, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და ეხლა ამ წიაღსულებში არ შევალ. ერთი ხელის მოწერის გამო, აი ერთი ხელის მოწერა იყო საჭირო, ანუ დსთ-ს შესულა, რომ აფხაზეთის ომი არ დაწყებულიყო, მაგრამ ომი დამთავრდა, ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, 300,000 დევნილი მივიღეთ, უბედურება, სისხლისღვრა და შემდეგ მოხდა დსთ-ს აი ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა დაჩოქილი ქვეყნის. რატო? იმიტომ რომ რადიკალიზმმა მოიტანა ეს ყველაფერი. რადგან შევარდნაძე ანტირუსული რიტორიკით ჩამოვიდა აქ, მას უკვე ის იყო უკვე პოლიტიკური ვითარების მძევალი, ოპოზიციის აქაური, რადიკალური ოპოზიციის მძევალი. ანუ ნახეთ, ჩვენ ისტორიის მანძილზე, ხო, აი ამ რადიკალიზმმა და პოლიტიკური პროცესის შეუფასებლობამ და რისკების შეუფასებლობამ არსებობს ესეთი ტერმინი პოლიტიკური ფასი. და ყველამ უნდა იცოდეს პოლიტიკური ფასი და აი ამ ეგრეთ წოდებულ ევროპულ მომავალში, რომელიც რეალურად არის ძალიან, გაუგებარი რამ ჩემთვის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა თავის მომავალს თვითონ ქმნის თავისი ხელის და ტვინის განწრევით, ხო? რა პოლიტიკურ ფასს გადავიხდიდით? ძალიან კარგად არის ცნობილი, რაც იყო აფხაზეთში, რაც ხდება უკრაინაში და მონაგონი იქნებოდა ჩვენთან ეს სიტუაცია და მე უბრალოდ მართლა არ მესმის იმ ადამიანს, რატო იღებენ საკუთარ თავზე აი ამ ხელა რისკებს თაობების წინაშე. იმიტომ რომ ალბათ მათაც რაღაცის იმედი აქვთ. იმედი აქვთ, რომ ვიღაცა უშველის და ჩვენ რიგით ადამიანებს არავინ არ გვიშველის. აი ეს რეზოლუციაზე ვთქვათ, რომელიც თუნდაც ევროპარლამენტიდან მოდიოდა, განცხადებები ამერიკის წინა ადმინისტრაციის მხრიდან ერთმანეთის მიყოლებით, ხომ? აი ამას რით იხსნით თქვენ? ეს არის გლობალური პოლიტიკა, ეს არის დიქოტომიური დაპირისპირება იმპერიებს შორის. ეხლა ვინც ამერიკის ისტორია იცის, ევროპის ისტორია იცის, ეხლა შორს არ მივდივარ, ხო? ყოველთვის იყო მათ შორის კონკურენცია და არის რეალურად მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის წინაშე. ანუ ახალი გადანაწილება მიდის და ჩვენ ამ გადანაწილებაში არც ვიარსებებთ. ეხლა ვიღაცებს გონიათ, რომ ჩვენ დავკარგეთ რაღაცა მსოფლიო ორბიტაზე რაღაცა ადგილი და მართლა მეგობრებო, ძალიან სასაცილოა ეს რომელ ადგილზე ვლაპარაკობთ საერთოდ. და რა არის, იცით, ვახუთი მოგმართ. რა არის, იცით, საზოგადოება არის ინდიკატორი. საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჯანსაღი პოზიციისთვის, იმიტომ რომ საზოგადოება იმდენად არის გაზრდილი პოლიტიკურად, რომ აი ეს პოლიტიკოსები დატოვა აი ამ თავის ნარატივში, აი ზომბი ნარატივი, რასაც ქვია. და საზოგადოება ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდება ამ საზოგადოებას. რომ ღირსეულად იცხოვროს ამ ქვეყანაში და ყველა რიგითმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს ეკონომიკური ზრდა. ახლა აი ვთქვათ, ტრამპი რა განცხადებებსაც აკეთებს, ეს რომ ნებისმიერმა ქართველმა პოლიტიკოსმა გააკეთოს, ან თქვენ გააკეთოთ, ან მე გამეკეთებინა, აუცილებლად გვეტყოდნენ, რომ აი პუტინის მიმდევარი ვართ. ხო, რატომ არის აი საქართველოში ეს განსხვავებული მოსაზრება ვიღაცისთვის რატო ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც აი რუსეთში გავდივართ? ეს ახალი არ არის, ეს არის ძალიან ძველი, ეს არის იარე. იცით რა არის? გინდა დიქტატურა, შექმენი მტრის ხატი. მტრის ხატს რო ქმნი, მაშინათვე ფეხს იკიდებს დიქტატურა და დიქტატურის დროს უკვე მანევრირების უფლება არ აქვს არავის. ანუ რაღაცა ჩამოყალიბდება ფსიქოლოგიური დომინანტი. აი, გახსოვთ აი ეს რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლები, აი სამარცხვინო ბოძზე გავაკრათ სახელები და გვარ არ გეცნობათ, აი არ გეცნობათ ეს ტერმინები, ხა არ მინდა რომ იტალიური ფაშიზმიდან და გერმანული თუმცა ეს იტალიური და გერმანული ფაშიზმი სრულიად განსხვავებული იმით დაიწყო, ხო, თავიდან, ხო, დიდი რომის იმპერიის აღდგენა უნდა და მუსოლინის და მე
მერე სადამოყო თავი და იმ პერიოდში სერიოზული ეკონომიკური წინსვლა ჰქონდა. აღარ მინდა ძალიან ისტორიაში, მაგრამ ეს არის კარგად დავიწყებული ძველი იარლიყების და ეს პრორუსულ პროდასავლური დისკუსი უკვე სასაცილო სიტუაციაში შევიდა. სოფლიო იცვლება და ყველაფერი იცვლება. მე მესმის, რომ ადამიანები კარგავენ საარსებო სივრცეს და ნებისმიერი დაუნდობელი ბრძოლა ყოველთვის ისტორიის მანძილზე იყო საარსებო სივრცისთვის. მაგრამ ჩვენ თუ სტრატეგიულ სუვერენიტეტს შევინარჩუნებთ და ჩვენი პოლიტიკა თუ გარედან არ დაიგეგმება და ჩვენ არ ვიქნებით პოლიტიკური სიტუაციის მძევლები, მე მგონი, რომ ყველა იცხოვრებს ნორმალურად და არავინ არ დაკარგავს სოციალურ სტატუსს. მადლობა. რომ მოხდით თათია ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი საზოგადოებრივი პოზიცია ჩვენი აუდიტორიისთვის. მაშასე თათია პაჭკორიას უსმენთ პროფესორ ჟურნალისტ. დღეს ამით უნდა დავასრულოთ ჩვენ ერთმანეთს უკვე შევხვდებით ორშაბათს საღამოს 9-ზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად გრძანდებოდეთ.